სასანქციო კვირა მიმდინარე დღეები 27-ში მოგეხსენებათ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკვე ოფიციალურად იხილავს მეგობრობის აქტს, მეგობრობაჯი. ეს აქტი ლეიბორისტული პარტიის თანაავტორობით არის შემუშავებული. 12 წლის ჩვენი ბრძოლის შედეგია იქ ასახული, ეს ისტორიები იცით თქვენ. დავიწყარია 4 ივნისი ჩემთვის როცა მიმიწვიეს ამ აქტის პირველ განხილვას ჰელსინკის კომისიაში, სადაც ვილსონმა პირდაპირ დაგვასახელა ჩვენი ინიციატორებად და თანაავტორებად. ალბათ ვიმეორებ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ერისთვის, ამაზე დიდ საქმეს ვერც მე და ვერც ჩემი პარტია ვერ გააკეთებდა, ვიდრე ის რომ აი ესეთი მშვიდობიანი ეფექტური სასანქციო გზით მოგვეშთო მახრჩობელა ჩვენი ქვეყნისა, რომელიც შემოეხვია აი ლაოკონი რო არის ანტიკური თქმულება, ეს გველი როა შემოხაული კუნთიან ვაჟკაცებზე. აი ეს გველივით რო შემოეხვია ჩვენს ქვეყანას პუტინისგან გამოკვებული და გამოტანებული ფულებით. და ეს სასანქციო წესი და რეჟიმია სწორედ ის, რომელიც მას საბოლოოდ მოაშთობს, პოლიტიკურად მოაშთობს. რა თქმა უნდა, ვიმეორებ, ხალხის აქტიურობა მთავარი რუსთაველი არ უნდა მოშიშულდეს. დანარჩენს მივხედავთ. დანარჩენზე ნუ ნერვულობთ. ყველაფერი კარგად წავა. რაც არ უნდა მოილაპარაკონ პუტინმა და ტრამპმა უკრაინის საკითხზე, არის ეგეთი ვერსიებიც, რომ იქ რაღაცა შეიძლება არც თუმცა კარგი რამეები მოილაპარაკონ. საქართველო გასულია ამ ფორმატიდან. აი ტრამპმა ძალიან რომ მოინდომოს სიტყვაზე, დახმარება ბიძინა ივანიშვილის და ამ რეჟიმის გადარჩენა მას ვერ შეძლებს. რადგან ისეთი გალავანი ავაშენეთ ჩვენ 12 წლის მანძილზე. პირადად თქვენმა მონამორჩილმა. აი ეს ხალხი ვისაც დღეს ეს მეგობრობის აქტი უკავია და არაფრით არ დაიხევს უკან. უიკერი, ვილსონი, კოენი, ტერნერი, ბრაიან მასტი, ეს ხალხი ვინც ხელმძღვანელობს კონგრესში საგარეო კომიტეტებს, შერაღების კომიტეტებს, ჰელსინკის კომისიებს და რომლებსაც ტრამპი უდიდეს ანგარიშს უწევს და შეიძლება ითქვას, რომ მათი პოზიცია და მოსაზრება ტრამპისთვის არის სავალდებულო. ეხლა ეს პრეზიდენტი რო მოწყვეტილი კი არის რეალობას, იმან რომ დაკარგოს 2 კონგრესმენი კონგრესში. უმრავლესობას კარგავს. და იმ წუთში აუგორებენ დემოკრატები იმპიჩმენტს. აი ესე ურთიერთდამოკიდებულება და ამიტომ ისეთი კედელი ავაშენეთ სასანქციო იქ, რომ ვერანაირი მორიგება პუტინსა და ტრამპ შორის ივანიშვილს ვერ გადაარჩენს. და თქვენ ალბათ ხედავთ, როგორ გამწარდნენ და როგორ შეიცვალა მათი რიტორიკა, ჯერ ტრამპს ვერ ეხებიან, მაგრამ უკვე ოფიციალურად ილანძღებიან. ოფიციალურად ილანძღებიან და იგინებიან დღეს ხაინდრავას სამარცხინო ხაინდრავას განცხადება, რომელიც ივანიშვილის აზრებს გამოხატავს, წავიკითხეთ და პირდაპირ სრული გინება ამერიკის და ეს აჩვენებს იმას, რომ ვერ მოილაპარაკეს, ვერ მონახეს საერთოდ და რისი იმედიც ჰქონდათ, რომ აი ტრამპი მოვა და ჩვენი ბიჭია და ვიქნებით და ვიქნებით. ვერ იქნებით, ვერა. დამთავრდა. საათი უკვე წამებს გითვლით. და თქვენი გადარჩენის შანსი არ არის პოლიტიკურად ვამბობ და სამართლებრივადაც არ აქცდებათ ციხე მრავალწლიანი. აი თქვენი პროცესები იქნება საყურებელი და თქვენს პროცესებზე ბრალდებლებად მოვლენა ეს ვარსკვლავი ბავშვები, ვის თქვენ დაიჭირეთ და ვისაც თქვენ აწამებთ, რომ შევხედავ მეტირება პატარა ბავშვები, როგორ შეიძლება მაგათ ციხეში ყოფნა ანგელოზები. და ეს ბავშვი ყლაპია ეს. ეს ბავშვი ყლაპია და ოჯახიც რომ ესეთი მანიაკი ყავს. ცოლმა არ უნდა უთხრას? ცოლმა არ უნდა უთხრას, რომ რას აკეთებ? ეს ჩვენს ხო შვილები ყავს. ჩვენი შვილების თანატოლებია. შვილებმა არ უნდა უთხრან, რომ მამი რას აკეთებ? რას უშვებ ჩვენ თანატოლებს? სხვა შვილები ედუარდ ჩორნაძეს ეუბნებოდა ქალბატონი ნანული, რომ ედუჩი გენაცვალე. გადადიქ ხო ხედავ, რომ ხალხს არ უნდა ხარ. ეუბნებოდა ამას. ეთქობა, ოჯახშიც არ ეუბნებიან სიმართლეს. აი, ასპით და ბუდე შეიძლება ითქვას. ოჯახი არ არის, ასპით და ბუდია. წავიდა საწუნდა იქნიჩილი. აი ეს. ასე რომ ამ კვირას იქნება 27-ში ეს ძალიან ისტორიული სხდომა სენატის საგარეო კომიტეტში. ჩვენ ვამზადებთ სიას. მარტო ივანიშვილზე არ არის საუბარი. ის ივანიშვილი ამომწვერვალება ოლიგარქიული პირამიდის. იქ მთელი ფენებია, შრეებია და მთელ ამ სიას ვინც უნდა დასანქციდეს, მოსკოველი სარეზერვო აგენტების შათვლით ის ახვლედიან, როგორია ხიდაშელები და ისინი, სომხიჩულები,
ამათი ჩათვლით ჩვენ ვამზადებთ და წარმოადგენთ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ხაზინის დეპარტამენტში, ანუ ფინანსთა სამინისტრო როგორც ქვია. ისევე როგორც ლონდონში და ბრიუსელშიც. ამ სიის პრეზენტაციას პირადად მე გავაკეთებ 27-ში შუადღისას. რა თქმა უნდა, Facebook-ზე იქნება ჩართვა სავარაუდოდ 2 საათზე. სავარაუდოდ და იმედია ერთ-ერთი ტელევიზია ფორმულა მაქვს ხედულობაში, რომელიც ხანდახან ახერხებს რაღაცას. და დიდი მადლობა მათ ამისათვის, ისიც ჩართავს. ყოველ შემთხვევაში დროს კიდევ წინასწარ გაცნობებ თუ რაღაცა შეიცვალა. გააგზავნა ის ლილიპუტი როა, ის ლილუაშვილა თუ რა გვარი, სუსტ თავმჯდომარე. 1 ივლისს ვაშინგტონში, არ ვიცი ეს გითხარით თუ არა წინაზე. ცერეულში ლენგლშია მოგეცემათ მერილენდის შტატში ცერეულის ცენტრალური სადაზვერვო შენობა და დღემდე ვერ გამოდიან განცვიფრებისგან, როგორც მითხრეს სენატში და კონგრესში აღმეთ ცერეულში. თავდივარ ისეთი რამ ჩაიდინა. წერილი ამოიღო ივანიშვილის დავთარი, შეგრება მთელი ცერეულის ხელმძღვანელობა და წაუკითხა, რომ აი თუ არ დაასანქცირებ, თუ ივანიშვილის დატოვებთ, ის იქნება ამერიკის მონა, სატელიტი, მარიონეტი, რასაც ეთქვით, იმას შეასრულებს სამხედრო ბაზები გინდა, საშუალო შორის რაკეტების განლაგება გინდა ირანისთან და ყველაფერს გააკეთებს. გაატანა, უსტარი გაატანა იმ თავის კარლიკს. რა თქმა უნდა, გაუგდნენ ამერიკელები იქ ვადის გაგრძელებაზე რუზველტმა ვერ გაბედა მიმართვა და რეიგანმა და იმან ვერ გაბედა მიმართვა ჯონსონმა და ნიქსონმა. ვერავისთან. ამერიკაში ეს არის საკრალური თემა, რომ 8 ვადაზე მეტი, არ შეიძლება, რუზველტი ახლა ომი იყო ეს მეორე მსოფლიო ომი და იქ რაღაცა მერე მიიღეს ჩამგეტი ნორმა კონსტიტუციაში. არავის ეგ აზრად არ მოსულა. და ეს აპირებდა ამ პრეცედენტის შექმნას, რომ ამერიკელები დატოვებდნენ სამუდამოდ და იქნებოდა მათი ლეკვი, მონა და გოშია. არ ჭირდებათ იმ ამერიკელებს ლეკვი, მონა და გოშიები, ისედაც ყავთ ძალიან ბევრი. მათ აქვს თავიანთი სტრატეგიული ინტერესი ამ რეგიონში. ქართველ ხალხს ისინი უყურებენ თანასწორად თავისა, როგორც დემოკრატიის, ცივილიზაციის, ბრძოლის მედროშებს. და ეს ხელისუფლება მიაჩნიათ პუტინის დასმულად სავსებით სწორად და პუტინის დესანტად. ვერ გიშველით ვერანაირი იქ ფიცვერცხლები და ფარისეულური დაპირებები მოკავშირეობაზე. არ ჭირდება თქვენ მოკავშირეობა არავის. მალე ოჯახშია დაჭირდებით. თქვენ ამას ნახავთ მალე. ხო, აი ახლა უკვე არ გამორჩეს, გაზაფხული დგება, დაბნაის თოვლიც, იწყება ხრანთეზვის სეზონი და თვითონ სოფელს 5 მილიონი ხო გახსოვთ? ოლიგარქის დაპირება 2012-11 წლებში, ხო? რა თქმა უნდა ეს 5 მილიონი არავის არ გახსენებია და ის აღარ ახსოვთ, რომ დაეხმარონ გლეხებს საწვავით, საპოხი მასალებით, ან სასუქით. ან ნერგები გამოყონ და სადაც გასაშენებელია, ბაღები და ნარგავებია ჩასარგველი, აი ამაზე გამოყონ თანხები იმ ჯიპების შესასყიდი ფულით მერიებიდან და გამგეობებიდან. საერთოდ თავზე ხელი აქვთ აღებული, თუმცა თავიც არ გააჩნიათ. მხრებზე თავი არ ადგა და ამიტომ ისი აქვთ ხელი აღებული ნამუზე, ზნეობაზე, სინდიზე, რომელიც სხვა შორის დაბადებიდანვე არ ქონიათ ასევე. აი ეს არის ხო არ გადავაჭარბე ხო, ძალიან ბევრი მილაპარაკია, ბოდოს გიხდით. ეხლა გადავიდეთ პასუხების გაცემაზე შეკითხვების. ხო, ესე პოლიტიკოს რომ მიუშვებ მიკროფონთან მე უკვე მუხრუჭი აღარ აქვს მას და ამიტომ მეც არ ვარ გამონაკლისი. უნდა მოპატიოთ. წინა პირველი კითხვები დავიწყოთ, აი როცა დავაანონსეთ ეს ახლავე რო არ დაგვემდურონ მეგობრები, კითხვებზე მოკლედ გავცემ პასუხს, რომ ძალიან ბევრი დრო არ დაგაკარგიოთ, ისედაც საკმაოდ ავითვისე დროის ლიმიტი. ხო, აგე რუსთაველი გადაიკეტა ისევ, ლაშა ჩხატიშვილის გვერდი ამოვიდა, ახალგაზრდები ხალხი დგას დროშებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო, ვიმეორებ, სოფლიო პირველ რიგში უყურებს რა ხდება რუსთაველზე. რა განწყობაზეა ხალხი. და მერია უკვე პარტიების აქტიურობა, სასანქციო პოლიტიკა, ჩვენი გავლენა აი ამ თელ პროცესებზე მე იწყება. თავარი ხალხი ძალაუფლების წყარო და ყველა ამას მეკითხებოდა ეხლაც ამ ბოლო ვიზიტზე რო ვიყავი ვაშინგტონში. ეს ამის თაობაზე უკვე გასაუბრეთ წინა გადაცემებში.
ხო, აქ არის შეკითხვები, ყველაზე რელევანტური. დავიწყოთ ყველა კომენტარზე გადავიდეთ, ხო. ხო, გივი გამოჩნდა ისევ მაზმიშვილი, ჩვენ ძველი ძმა და მეგობარი. წინასწარ შეკითხვები რადგინა თუ გულახდილი ხარ, პირდაპირ უნდა გასცე პასუხი, მზად ვარ, გივი დასვი. აეხლავე ნებისმიერ შეკითხვა გაცემ პასუხს. გიორგი ნემსაძე 30 წელია გისმენდა ებლაყუნებიო. ხო, ნუ ახლა მორიგეობენ, უყურებენ ჩვენს გვერდს, ეს ძალიან კარგი ერთხრივ, აქ ასეს უკვე პასუხი რომ ბიზნეს და ყავლაშვილს უსმინე ვინ დაგიშალა შეკაცოა, ხო? ხო, შემდგომ არის მაიას წერილი, ბატონ შალო, რატომ გექცევენ ასე ოპოზიციის წარმომადგენლები, თითქოს არ არსებობთ იმათი გაგებით, ვითომ თქვენ ოპოზიცია ძალად მაცხონეთო. არა და ამ დროს თვითონ არც აი ამაზე მქონდა მაია საუბარი ხაზარაძის პოზიცია და აი სატელევიზიო სივრცის დაბლოკვა ლეიბორისტული პარტიისათვის, სხვა გზა ვეღარ მონახეს. ჩვენს იციან რომ ახლა რეალური არჩევნები თუ ჩატარდა მოსყიდვების ტოტალური, აი ამ ფალსიფიცირების რეჟიმის აქტიურობის სპეცსამსახურების გარეშე ნორმალური არჩევნები თუ ჩატარდა, ხო? საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას ავიღებთ ხმებისას. შეიძლება მათზე არ ანაკლებს და მათზე ბევრად მეც ეგაც იციან. და ამიტომ უჩემოთ ვინ იმღერეთას პრინციპით ცდილობენ რომ ჩვენ ჩაგვამცრონ, ჩაგვაჩოჩონ და გაიწმინდონ გზა მომავლისაკენ. და ასეთ უზნეო მეთოდებით არ ხდება არც არჩევა, არც ხელისუფლებაში მოსვლა, არც ხალხის სიმპათიის მოპოვება. ეხლა რანაირად უნდა დავიმბლოკონ ტელევიზიები, რომ დაგავიწყდეთ მე. აი რანაირად თაობები გაიზარდნენ ჩემს ყურებაში ტელეეკრანებიდან 30 წლის მანძილზე. ეს ხო გამორიცხულია. ამდენი გათვლის უნარიც არ აქვს. აბრაუნდელი ლაპარაკობ. ამიტომ რომ ხელისუფლება დაგარგეს, ვერც ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, ყოველთვის დარჩნენ მოტყუებულები, გადაგდებულები. ეთქო შეეგუნენ ამ მდგომარეობასაც და რა ვიცი რაღაც მაზოხიზმის სტადიაში გადავიდნენ. რომ ეს სიამოვნებთ ეს მუდმივი წარუმატებლობა, ერთმანეთსაც კვანტის დადება, საერთო საქმისთვის ხელის შეშლა, საერთო მიზნების შაბლოკვა, ხელისუფლებასთან ფარული გარიგებები და მე ესეო თავიდან დაწყება ამ ყველაფერს. არ ვიცი ახლა მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია ვიყო ფსიქოანალიტიკოსი მათი ქცევების. ამირანი შალვა სახელის ხსენება ტყვიასავით ეშინა ქოძბატონებს ააწრელეს ტროლბოტები გეთახმებით ბატონო ამირან ტროლბოტები როგორც კი დაგვინახავენ ეკრანზე მზად არიან არა მარტო ხელისუფლების მათ შორის ხაზარაძეების და ბარამიას და ამ დანარჩენების ზურა შალვა გეშველება რამე აუცილებლად ზურა იმედიანად იყავი მაგ გაიწელა ცოტა გაიწელა თორემ საშვილი არის თაზო უბერებელი შალვა მადლობა თაზო უბერებელი უნდა ჩვენი ქვეყანა იყოს და ჩვენი ხალხი და მე მათთან ერთად მეც სიამოვნებით ვიქნები უბერებელი. დიახ, აი ეს იყო წინა კითხვებზე პასუხის გასაცემი სეგმენტი, ეხლა უკვე გადავიდეთ უშუალოდ აი ამ გადაცემის დაწყებიდან შემოცულ კითხვებზე. აქაც ერთ სამი, აქაც რიგითობა რომ არ დაგვერღოს, ხო, აგერ ერთსა. მანანა მოითხოვეთ პენსიონერებისთვის პენსიების გაზრდა 1000 ლარამდე. მოითხოვთ კი არა, გაბატონო მანანა. ეს ასე უნდა ყოფილიყო გაიხსნის წინ. გაიხსნის წინ. თქვენ გახსოვთ ალბათ 2000 წელს როცა ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გამოგვეცხადა რუსთავიორის ეთერში ნოუთბუქით და დაასაბუთა რომ 500 ლარი პენსია, მაშინ 1 ლარი $1-ზე მიდიოდა ლამს. უნდა კონდეს ადამიანებს, მაგრამ ეს არ გახსენებიათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ანუ აი ამ პენსიონერების მოთაფლვა ახსენდებათ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში, მათ მოსატყუებლად და გადასაგდებათ. უნდა დამთავრდეს ეგ ჟამი, პენსია უნდა დაემსგავსოს პენსიას, ის უნდა იზრდებოდეს პროგრესულად, პენსიონერი არ შეიძლება ჩავარდეს კაბალურ პროცენტიან ვალში, რასაც აკეთებს ივანიშვილი და რუხაძე იმ ლიბერტი ბანკის მეშვეობით, პენსიონერი უნდა იღებდეს მათ შორის სტაჟის და დამსახურების მიხედვით თანხას, მათ შორის დაბადების დღეზე უნდა იღებდეს მენცემატე პენსიას, ეს მოგეხსენებათ ჩვენს პროგრამაში იყო. და საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ დღეს პენსია ქვეყანაში არ არსებობს. ეს არის სამათხოვროდ მიგდებული კომპენსაცია. აი ეს თანხები, რასაც არ იგებენ, რომელიც 3 დღე არ იყოფა პენსიონერს მარტო წამლების საყიდლად.
ამიტომ რა თქმა უნდა ეს შენობა მტკიცე და დაუნგრეველი ასაშენებელი გვაქვს. თამარი, თქვენი აზრით მიშა უნდა გამოვიდეს სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა გამოვიდეს. თუმცა პოლიტიკაში ნაკლებად თუ იაქტიურებს, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ნაკლები არგუმენტაცია იქნება რეჟიმს, რომ აი სააკაშვილი გამოვა და გაგაუპატიურა. ხო, შეიძლება ეს იდიოტები ვიღაცა ჯერა კიდეც ალბათ ჯერა ზოგიერთებს. ამიტომ ის პოლიტიკური პატიმარია და რა თქმა უნდა ექვემდებარება განთავისუფლებას. ერთნაირი მანიაკები არიან მაგ ოჯახში, ნუ სამწუხაროდ მეც მაგას ვფიქრობ. ლალი მადლობა, ჯული მადლობა. ჯული გვეკითხება ხაზარაძე ბიზნეს პარლამენტში შეძრობა ეს გამყიდველი ხო ნუ ამ კომპლემენტებს აღარ წავიკითხავ ბიზნეს პარლამენტში არ ვიცი ერთხელ უკვე შეძრა თუ გახსოვთ წინაზე როდესაც უკვე ჩვენი გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი იდგა და სამწუხაროდ აი აქამდე მივიდა საქმე რომ დღეს მთელი მსოფლიო იბრძვის ივანიშვილის მოსაცილებლად და უკვე პრობლემა ხდება მისი ჩაჩეხვა ესე იმის გამო აი რომ შევიდა პარლამენტში მაშინ აი შარლ მიშელის დეკლარაციაზე ჩვენ დავტოვეს აქ პანჩოდორი დაგუჭირეს სწორად გახსოვთ ხო ეხლა პარლამენტში ვეღარ შევედი იმიტომ რომ შეუწყდეს უფლება მოსილება თუ რაც არის მაგრამ ეხლა ჩალიჩობენ ეგენ ეხლა მერას მომოტყობენ პატარა მილა დიდი მილას ატყუებდა მონაწილეობა უნდათ ადგილობრივ არჩევნებში მათ შორის აი ამ ხაზარაძის ჯგუფსაც თვითონ ვერ ბედავენ ამის თქმას და იმ ტევე პირველი ამიტომ აქვს ამიტომ და ტელევიზია დაავალეს რომ ამ თემაზე პოლემიკა გახსნან და დისკუსიები დაიწყოს და ისმენთ ალბათ იქ მოყავთ ვიღაცები იქ ექსპერტი როა ის გვამებს როცული და რაგვარია ის პატა გვარი დამოიწყდა ხო ეგ ვიღაცები და ცდილობენ რომ ხალხის ყური მიეჩვიოს ამას რომ ხედავ ადგილობრივ არჩევნებია თურმე და თავი პრობლემა გარ თავი პრობლემა ხელისუფლების მოცილება თუ ეს ხელისუფლება იქნა ადგილობრივ არჩევნები შეტყობა ნიშნავს ამათ დაკანონებას ამათვის სანქციების მოხსნას ამათვის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას და ამათ დატოვებას უსასრულოდ აი ეს არის უპრეცედენტო ღალატის აქტი იქნება იქ მონაწილეობის მიღება ეხლა ჩემი ეჭვი და ჩვენი ანალიზით ხაზარაძე ცდილობს აი ტევე პირველის მეშვეობით ეს თემა ასე ვთქვათ გააჯაზოს და არ გამიკვირდება რომ დაიწყონ ეხლა იმ ერით მოაჭრე სვავი ბერძენიშვილების მოწვევა როგორც ხდება ხოლმე ეს ხუხაშვილი რომელიც პირდაპირ ორივე ხელით იჭერს გამოფრენილ $100,000 ნებისმიერ შეკვეთას ჩამოარაკრაკებს და შეასრულებს ეს ზურაბიშვილი ეს ვინც არიან ეს ნოდიები და ეს ექსპერტები ეგრეთ წოდებული უსუფაშვილი ყიდაშვილები არ გამიკვირდება რომ დააწყებინონ რამაც საუბარო აუცილებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აბა პოლიტიკური პარტია თუათ რას ვაკეთებთ თუ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას აი მოვიგებთ თბილისს ავართმევთ ქუთაისს ავართმევთ საკრებულოებს ავართმევთ იდიოტობა რას ავართმევთ ხელისუფლებაში თუ ესენი დატოვე იქ ფაცხანაყენებში რაც გინდა ართვი ფეხებზე არ გიდიათ ხო ნუ სამწუხაროდ ეგეთი პროცესები არის მაგრამ იმედია ამას არ უწერია განხორციელება რადგან პირველ რიგში ჩვენი მოკავშირე დემოკრატიული სამყარო არ დაუშვებს იმას რომ რეჟიმმა თავი გადაირჩინოს აქ არის უკვე ვის ბრძოლა აქამდე მისული ამათ არაფერი არ უშველის სპეციალური კანონი კონგრესს ჰიტლერის წინამდე არ მეუღია მეგობრებო არ არის საუბარი მუამარ კადაფი და ის სადამ ჰუსეინები და სხვა დიქტატორები ვინც იყო დედამიწაზე ჰიტლერის წინამდე არ მეუღია სპეციალური კანონი სასანქციო კანონი დამსჯელი კანონი თუ ივანიშვილის წინამდე გიღებს აგერა 27-ია განხილვა რა ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი რა სისულელი გამარჯვების უზარმაზარი ჰორიზონტი ჩანს წინ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის რეჟიმის მოცილება მშვიდობიან უდანაკარგო სხვა შემთხვევაში ეს სამოქალაქო ომს გააჩაღებდა ეს რაც არის ბავშვებს დაამტვრეს დავყბადა ეს ხარებები და ისე რომ ეს ხარება იგივე მხედრიონი და მხედრიონზე უარესია მხედრიონში კიდევ იყვნენ ინტელექტუალები და რაღაც წესერი ადამიანების ჯგუფი მე მახსოვს ჩვენ უნივერსიტეტებიც იყვნენ ბიჭები და ყველა კრიმინალი კი არ იყო გახანებული კრიმინალიტეტი გამოუშვა სუპერ მხედრიონი შექმნა და მზად იყო სამოქალაქო ომზე და მზად იყო სისხლის დასაყრელად
ასე იწყება ხოლმე სამოქალაქო ომი. თავის დაავტობენ ვიღაცას, მე ვიღაცის ახლობლები მილონ იმას წემენ, მე ის შეერაღდება, მიუხვდება ესვრის, მე ის მეორე უბანი საძმო შეიქმნება, ის იმას გაუსწორებს ანგარიშს და ასე არ დაიწყოთ 90-იანებში. იგივეს გვიკეთებდა. რო არა ეს მსოფლიო სასანქციო პოლიტიკა.